დილამშვიდობის გაუმართლეთ დღემშვიდობ შაბათს დილამშვიდობ შაბათ დავლიოთ ყავამდე ვერაფერი ვერ დავინახოთ რა არის გასაკეთებელი თუმცა გუში რაც გავაკეთე დღეს არაფერი არ აქვს გასაკეთებელი არაფერი მოსუპია და შევდებ აქ ხვალისთვის შეს გამოადგება წელიწი ვაყოთ არ ვიცი რატო ერათა არა როგორ არ ვიცი გუშინის ფარდები მეც დავაუთრე და ჩამოვკიდე და მეკინა ამ ახალ წყალს როგორი ხმა და ნაპორი აქვს ანუ ძალიან გრიალით და ხმაურით მოდის რა როცა ბაკშია ხოლმე შეერთებული ესეთი ხმა საერთოდ არ აქვს საერთოდ არ აქვს ჩავყაროთ წუხელ დავიძინე ისევ იმ სიტუაციით რომ ნინო დავაწინე და დავწე მეორე ჯერ გავაკეთე ის რომ ისე ვიყავი დაღლილი რომ დიდებს არ დაველოდე თუმცა როდესაც ლაშა ხოლმე გარეთ და რაღაცა ყოველთვის ჯერ სინწვებიან და მე ლაშა შემოვიდა მივხვდი რომ ისინი აღარ იყვნენ ასე რომ ჩავყვა ისე რომ არ დავაფნიო აბოდი რა ჯერ ყავს მოდრო და მე ჩავყვა მასე ვიზავ აწომა მინდოდა დილას და ჰოი საოცრება ელემენტებია დაჭდარი მე ნინოს ზეფაფრე მე არა მოდის კარგ ჩასაყრელია მეზარება ხოლმე ჩასაყრელია და მე სიკვდილება ხოლმე რომ გავაგე და სახალხო შევიკავიდე კარგად მივაწვი სხვათა შორის აწოლა რა თვითონ იცი მე ხო გიხარით რომ 4 შაბათს თქო არა 5 შაბათს მეთქი უნდა ავიწონო და 69 უნდა აჩვენოს ყველა ვარიანტში ხო და ეს 3 დღეა ხო რა რაც ეს თქვით ამი 4 დღე საერთოდ შემეშიტა პოვეკი და ხო ის გრამები მაინც მოვიკელი რომ ქალს 2 კილოს დაკლება მინდა ერთი კვირაში ჰა ხო და ვერ ავიწოდე მაგრამ გუშინ ის დღე იყო აი როცა დიხარ და ეძებ რა ჭამო და მთელ შევჭამო ვაი მე გაზი ისე სუფთა არავის არაფერი დაუგრია ზედ რა კარგია დავიღალი ამ საჭმელზე ფიქრით რა მართლა ოღონდ აკაროდი ვერ მიშეს ფიქრო სუპია მაშინ კიტრი და პომიდორი მოიტანა მე არ მიყვარს კიტრი და პომიდორი აი შეიძლება ხოლმე რაღაცა გავჭრა სუფრაზე შევჭამო მაგრამ აი ზაფხულშიც კი შეიძლება მთლიანი ზაფხულის განმავლობაში ერთხელ ან ორჯერ შევჭამო კიტრი და პომიდორი იმ გემოზე რომელზეც ვჭამდი ბავშვობაში აი რეჰანს რომ მოიჭრი და რაღაცა და ის გემო აღარ მესმის მე ვიძულებ პროდუქტს ის რაც მახსოვს და აღარ არის თუნდაც სახში მოყვანილიც კი არ ვიცი ან იმ პერიოდში უფრო გემრიელი გეჩვენება და ბაბორო დაგიჭრიდა ხო სახში ხო მოყვავ ხოლმე რა მაგრამ ვერა სახლის კიტრსა და პომიდორსაც ვეღარ ვჭამ და იქ ჩვევა მაქვს ჩემი ცხოვრება ამ დამოკიდებულია იმ მოგონებებთან რაც ადრე იყო რასაც აზეც ადრე რითიც ახავ ცხოვრობ და აი მას რაღაც ანალოგიურს რო ვერ ნახავ და რაღაცა რო ნახავ და ისეთი აღარ არის ვიძულებ ამ ყველაფერს
აი მან არის ხა ის კიტრი და პომიდორი. ვა, ახალი ჭაიდანი მოუტანია ლაჟას? ვაჩები? ის რა უყო, გადააგდო თუ შეიდახა? ეს რა არის, ვინ და ხელები ნახეთ რა. ხელები ვინ მოუდუდღუნა? წყლიანი ხელი აქ მოკიდებული და აი მის ის ეგარი ხოლმე რა, გავწმინდა მე ჩაისტილოთ. გავწმინდა, ამასობაში მეგონი ჩაი ამოდუღდა. ნახე მამიდა ჩემ რა ვიყიდა. ისაწმენდებიც მოცა და აი ეს ხო იცით ეს რაღაცები როგორ მიყვარს მე. აი ძა. აი ჩალისგან და ეს ნაჭერია ძაფიად, მაგრამ აი ჩალისგან უახლოვდა რაღაცა გაკეთებული და ეს არის ჭიქის დასადები ან რაღაცა ეგეთი. მაგრამ მე ჭიქაზე არ გამოვიყენებ, იმიტომ შეიძლება დაგექცეს ყავა რაღაცა და გახდეს გასარეცხი და რა თქმა უნდა გაფუჭდება მე ამას გამოვიყენებ მე ყვავილის დასადებად ლარნაკის რაღაცა ეგეთი ისე რომ ეს რაღაცები როდესაც რაღაცა თუნდაც მინიმალური საჩუქარი გაჩქოს ადამიანმა რომელიც ცხოვრებაში არის რაღაცა ძვირფასი სურო ფოთოლი იყოს, იმის შენახვა შემიძლია ცხოვრების ბოლომდე. და აი ეს ჩემთან ერთად იქნება. სუ. ეხლა ესე მიდევს, რადგან უნდა გამოვიყენო და მინდა რომ სუხედავდე. საგარეჯო და თინადეიდან მაჩუქა ესენი და აი ესე მიდევს ეს ძვირფასი რაღაცები. ჯერჯერობით ამას არ ვიყენებ. მაგრამ აქ მიდევს ჩემთან. ხედავ ჩანს სულ ახსენდე ო სამი მართლაფა ორი თებში ერთი ჭიქა და ჩანგლები და კოვზები ეს არის ჩვენი ლიმიტი იმისი რა ქვია ჭურჭლის ვეღარა ვთქვი. ერთი წამით აი მას ჩავალაგებ. პური დავკეცოთ. გუში, რატო აქ უფრო მეტი სინათლე იცი გუშინ კარებზე მოხსენი ფარდები გასარეცხად და უბრალოდ არ ვაპირებდი მოხსნას, მოდი მეთქი ჯერ შუშებს გავწმე და მეთქი ხელს ესე შევაყოფთქო და ჩამომიწყდა. აი ესენი, აი ესენი. დღეს თუ არ დამეს არა ამასაც ჩამოვხსნა და არ გავეცხო. იმიტომ რომ ჩემთვის ის არის მყუდროებას აღვევს, როდესაც ფარდა არ არის. სიმყუდროვე არ არის, რაღაცა აკრია სახს. რადგან ნინო ჯერ საჭმელი არ მინდაო. მოწმინდა ეს ნაცაცები. ამიტომ დავიოთ ყავა და მე ნინოს მივხედოთ. ეს ბიჭები წასულები არიან ტაძარში, ვართ ქალების სახლში. დღეს უსიკვდი, ხალხნო გუში ყველაფერი დავაუთოვე, არ გაგიკვირდეთ, მაგრამ 900 როჭკა დარჩა. გამატარე. გაიწყავა და გაქციოზეთ. კარები რო გააღე. ისქენი რა, დაკეტე კარი. და ჩვენსაც შეიძლება წავიდეთ. სადავს? არა, ძალიან მზეა ჭყიტავს. წამოგეკწავიდეთ, რომ ხანი არ წავსულვართ. მართალია სიმწვანი არაა ჯერ, მაგრამ აუ ნინო, კარებს გააღე. ეგ არ გადმოიყვანო. სიმწვანი არა, მაგრამ უდა შევამჩნია მართლა ზოგზია. არა უშვა. ჩემი სიხარულის ბიჭი ვინ არის? ჩემი ბიჭი ვინ არის? დილით გადმოვიდა. არ მინდა კადრში მოვახედრო, იმიტომ რომ მეც ვხედავ ცუდად ხდეთ. აუ ეხა დამა. დამაცდი ეხლა? ამღერდა. მე ხანი ამ ადგილას არ მოვსული.
ეს თუ არ გაჩვენ. კაი ახლა, კაი. რა იყო კაცო? ვაიმე არ მომიყვანო ხამან. იები არ არის ნინო? არ დაკვირები ხარ? იები? ხო. გონი იქით ხარ. სადი. აი კუდარუაბია იმის უკან უნდა იყოს წესი. იქა. წიწვანი აკლია ქავრობას. რადგან 6 წიწვანე აღარ არის. ცოტა ხანი რა ვიცი, ამდენ ხანში გამოდის ხოლმე ფოთლები. ჯერ კვირტებიც დაარქია რა. მე მგონი გასასხლავიც არის. წელი როგორ ვთქიო, ვერ ვტრიალდი. გასველოდებინე. რას? თუთას. თუთას? ჯერ ატრია, დროს თუთა. ჩემ ბავშვობაში მქონდა ხოლმე გვედგა შავი თუთა. ესეთი ჭრელი თუთა შეხვიდოდით თუ არა ხოლმე ეზოში იქიდგა და გვედგა თითა. დიდი თეთრი, აი მხელათი თეთრი უდნები იყო. ოღონ მახსოვს რომ იმაზე ხეზე ვერ ავდიოდით ხოლმე, ჯერ იმიტომ რომ პატარა ხე იყო და ანუ ფიზიკურად ვერ ახვალ, იმიტომ რომ როგორც კი ტოტიოდნავ ქანავდებოდა, ისინი სცვივოდა. ანუ ძალიან სლაბად ეკიდა ხოლმე რა და ამიტომ დედა მივიდოდა ხოლმე პარკს გაშლიდა და ესე გავატოკებდით ხოლმე და რაც მწიფე იყო ამ პარკზე დაცვივდებოდა. ესე ვჭამდით ხოლმე. აი შავი თუთის ხეზე კი ავდიოდი ხოლმე, ყოველთვის ძალიან მიყვარდა იმ ხეზე ძრომიალი, შეიძლება არ მეჭამა თუთა, მაგრამ იქ ყოველთვის ვიყავი ხოლმე. ხო და სულ იმას ვამბობ რა. ეხლა მეთქი, იმიტომ არ მიყვარს თუთა, აი ისე გავახმო სეზონი, შეიძლება ერთი ცალიც არ მოვწყვიტო. და ალბათ მეთქი ბავშვობაში იმდენი ვჭამე. აუ ესენი არ მოვაცალო რა. ძალიან მიყვარს. ხავსები აქ მაგიდას ნახეთ. მე საერთოდ წყალი მოვიტანოთ და დავასხათსეთ. ვურწყ. ძალიან უწოს ეს რაღაცა ესეთი. ესეთი მაგიდა ჩვენ მეც არ მქონდა ბავშვობაში. ეხლა აღარ არის. თუ არის? არა, აღარ არის მოხსნეს. ჩაბიტონებული. ეს დღე მაშინ ბევრს ქონდა ხოლმე ესეთი მაგიდა. ერთხელ სკოლიდან მოვყავდი, იონეს ფეხით მოვდიოდით, ხო და შავი თუთა მოვყავდით, რაღაც ჭამში თქვა. არა, უშო, ეგეთი მოპარვები მოსულა. ეგ მასე მომიპარია ვაშლიც ყურძენი ბალი ჩვენ მეზობელს ეთქა ხოლმე ზე ანუ იცი როგორი მეზობელი იყო აი ესეთი მეზობლობა არ ქონდა ხოლმე ცოტა შორს ცხოვრობდა მაგრამ ჩვენს მხარეს ქონდა ბაღები ანუ ეს კაცი დატანჯული იყო რადგან იების პერიოდიდან მარტიდან ვიწყებდით ხოლმე უბნის ბავშვები და ძალიან ბევრჯერ მაქვს თქვენთვის და თქვა ჩვენ არ ვიყავით ბავშვები 1 2 3 არა ჩვენ ვიყავით 12-ნი 15-ნი სულ ერთი თაობის რამდენიმე წლის სხვაობით და წარმოიდგინეთ 12 ბავშვი და ჰქონდა ბაღები სადაც თიბავდა ბალახს ანუ მარტო ბალახისთვის რო იყენებდა მაგისთვის მან დამოდიოდა ხოლმე იები და ყოველთვის ქონდა ხოლმე პრობლემა რომ ნუ შევდიოდით რომ ბალახს ვაფუჭებდით ნუ ხო გასაგებია ეხლა გასაგებით და სულ ჭუბობდით ჩვენ აქეთ რომ იებზე მივდივართ და რატო გეშლის და რაღაც ამ სიმაღლე ბალახებში დავძრებოდით ხოლმე მერე აი გასათიბი რო იყო და რაღაც ან როგორ აგუშინოდა გველები არ იყვნენ რა რაღაც და რისთვის მივდიოდით აკაციის ყვავილი რო გვეჭა დაიცა ყვავილი რო გეჭა აკაციის ყვავილი რო აქ აყვავებული ხეზე იმაზე მივდიოდით ანუ მარტში იწყებოდა ხოლმე ამ ოჯახის წვალება ვიწყებდით იებით, მერე რაღაც ესე ყვავილები, აკაცია ყვავდებოდა, მერე იყო თხილი, ბალი, ყურძე, ყველაფერი ედგა კაც, ყველაფერი და ყველაფერზე გადავდიოდით და ვიპარავდით. ყველაფერს ვიპარავდით. და აბსოლუტურად ყოველ გადასვლაზე ვიცოდით, რომ თან უნდა გამოგქცეულიყავით, იმიტომ რომ სულ ჩასაფრებული იყო ეს კაცი, ან ცოლი მისი, სულ ჩასაფრებული იყო ხოლმე და ყოველთვის ვიცოდით, რომ ან დაგვიჭერდნენ, ან გამოსწრობაზე ვიქცეთ და უკვე ქონდა თადარიგი დაჭერილი, რომ ვინ საიდან გაიქცეოდა. თან საკმაოდ დაცული ღობეები ქონდა ხოლმე რა. საიდან გაიქცე? ერთხელ იყო ერთი ადგილას გავიჭედეთ ბევრნი. ძლივს გამოვეტიეთ იმ ხვრელში და მე გააკეთა როგორ ესეთკები, იცი?
ისინი რო აქვს მართულ ხლართებს რო აქვს აი ბევრი ეკლები სუდაგაზულები და მაინც გადავდიოდით ანუ მთლიანობაში მართლა არაფერს არ ვაფუჭებდით ხო მე ბალახის გარდა გვიყვარდა იქ ჯდომა ლაპარაკი აი იქვე იყო ჩვენ სადაც თამაშობდით ხოლმე იქ იყო რა თქმა უნდა გვიშლიდნენ ჩვენებიც რა თქმა უნდა გვიშლიდნენ ყველაზე მთავარი ის იყო კიდე რა რომ ესენი იყვნენ მოხუცები და ვერ ხვდებოდნენ ვინ ვიყავით ანუ არ იცოდნენ ის ბავშვების ერთი და იგივეები ვიყავით და სად ცხოვრობდით ანუ იმდენად ოპერატიულად გამოვიყარებოდით ხოლმე რომ არ იცოდნენ რომ ჩვენ ვიყავით თორე ყველა ვარიანტში იქვე ცხოვრობდნენ ბაღების თავში და ჩამოვიდოდნენ და დაუვლიდნენ და სულ ეტყოდნენ ჩვენიანებს რომ აი თქვენი შვილი იყო და რაღაც ესე მოგვისპო ბალახი ბალი ისე გახოლმე გოგრა ბალი დიდათ არ მიყვარდა ხოლმე ყვითელი ბალი მაგრამ მაინც გადავდიოდი და ჭამდი იმიტომ ყველანი გადავდიოდი და ჰქონდათ ისა იქვე იმასთან იყო ხოლმე ღობესთან მახსოვს და სხვადასხვა ერთხელ მაგ ბალზე ასვლისას საკმაოდ დავიზიანე ფეხი ბალი იდგა ყურძნებთან სადაც ხეის იყო რიგები რა ქვია ის ყურძნისები რა და ამ კაცს ძალიან უყვარდა მოვლა ამ ყველაფრის და იცი როგორ ვიდექი ეს ბოძი ხოა ესე ჩარჭულდა აქეთ მავთულის თოკია და აქეთაც რა ანუ მიბმული რაზეც არის ესე ორ წებად და რაღაცნაირად ვიდექი ამ ბოძთან ერთი ფეხი მქონდა ის რომ ეს თოკი ჩაწყდა და აი უკანა მხარეს საკეციდან ზემოთ აი თლიანი ბარკალი რო იტყვიან ავიხიე კანი მქონდა აგლეჯილი მეცვა შარვალი ნუ სუშარვლები მეცვა ხო მე არასოდეს კაბა არ აქვს მე ბავშვობაში არ მიყვარდა ვერ ვიტადი ხო და ვაიმე გეტკინაო ბავშვები მომცვიდნენ რა და ჩემთვის ახლა ბევრჯერ მithქვია რაღაცა რომ ემოციების და შეკავების რა ვიცი პიკზე თუ არა ვარ ვერ შემატყობ და არა რა მეტკინა არაფერი მაგრამ მეწყო სული მეწყო და ისე მეტკინა და მუქი შარვალი მეწყო რომ ეს სისხლიც არ დამეტყვი იმიტომ რომ სახში რომ მოვედი სუსველი მქონდა ის დაბლა ის ზემოდან ქვემოთავდა სუსისხლიანი ვიყავ ხო და ეხლა ხო მეტკინა და ვნახო რა არის მაგრამ იმ ბავშვებთან ვერ ვიტყვი რომ ეს მეტკინა არ არსებულია რასა მანანა და თქვას რომ ეტკინა არა სურო ყუდებოდა და აუ მე მგონი მეძახია თქო და ეხლავე მოვალ მეთქი და გაგრძელეთ მოვალ მეთქი და თან იცი როგორ უნდა ფეხის მოკეცვა რო არ გინდა იმიტომ რომ ტკივა და აი ისე გამოვიარე და როგორც კი თვალს მოვიფარე ფეხი ავითრიე არავინ არ იყვნენ რა თქმა უნდა სახში ძირითადად ბავშვი ანუ მუშაობს რომ ხოლმე ზოგი დილით მიდიოდა ზოგი საღამოს ზოგი დედა და ბაბო არასდროს არ ყოფილან სახში ნუ სმენებით თუ სახში მოუწევდათ ხოლმე ყოფნას მაგ პერიოდში და უკვე მოსulis დრო იყო რომ უნდა მოსულიყვნენ და ერთსული მქონდა რომ მომესწრო ყველაფერი ის რომ არ ენახათ რომ მე ეს მჭირდა ნუ ერთი თემა რომ მე ეს მჭირდა იქ იყო და მეორე თემა ის იყო რომ ბილის მოსაპარად წასული ადამიანი ვიყავი რომელსაც ფეხი მოიტეხა ან მოიჭრა რაღაცა მოუტანა არ ვიცი რა მქონდა ფეხი აიხია თლიანი კანი მქონდა ახეული გამოვიცვალე იმ წუთას რა ვიცი ერთადერთი დიდათ მეთქი ხარ რომ გითხრათ რომ აი აფთიაქი მქონდა და იქ პერეკისი და ფურაცილინი და ბინტი არაფერი რაღაცები მქონდა რა თქმა უნდა ყელის ტკივილის რაღაცა ესე აი რა ძირითადად რაც ყელი და რაც გვაწუხებდა რა და ისეთი რაღაცებთან არც მომიძებნია და დიდათ მე მგონი არც გქონდა რა საჭიროება არ ვიყავით ეგეთი იფათიანები ცივი წყლით და საპნით შევიჩერე სისხლდენა დაჭრით დავიდე რომ გაჩერებულიყო და არ ვიცი მე მართლა არ მახსოვს ანუ ისე მოვირჩინე მე ის ფეხი რომ არავის კაცშვილს არ გაუგია რომ მე ის ფეხი მტკიოდა რანაირად სიარულზეც კი არ დატყობდნენ მე მართლა არ მახსოვს აი ხა დავფიქრდი რომ მე რა გავაკეთე არ მახსოვს ანუ ერთი ტკივილი იყო რომ სანამ მივედი და ვნახე რომ მეთქი რაღაცა ხوار რა ვიცი ნაწლავი ფეხიდან არ გადმომეყრებოდა რა მაქვს მეთქი და მე მართლა არ მახსოვს ერთ-ერთს მახსოვს რომ ანუ გავიჩერე სისხლდენა ესე
მიტკლის ნაჭრით და წყლით და საპნით. ანაჩენი აღარ მახსოვს. მე მგონი ჩავიცვი და ბავშვებს ხო უთხარი რომ ხლავი მოვალ მეთქი და წავედი. ჩემს. ეგ იყო და ეგ. ხო, მახსოვს ბაბოს ქონდა ხელის კრემი. წითელი. ჩვეულებრივი რესბიანი ესეთი პლასმასის, ეხაც შევხვედრია სხვათა შორის ეგ ყუთები, მაგით არის, აი მუქი წითელი თუ მუქი რაღაცა ეგეთი ფერი. და მახსოვს რომ უბრალოდ მაგას ვისმევდი რომ კანი რომ ეჭიმებოდა, მტკიოდა ხოლმე და ცოტა რომ მორბილებული იყო, სხვა არაფერი არ მაქვს. პრინციპში არც არაფერს არ წავისმევდი, თორემ მე რა ვიცოდი რა უწავეს. დაახლოებით ვიქნებოდი ნინოს ასაკის. კი. ნინოს ასაკის ვიქნებოდი. ეხლა იმან რომ ისე დაიზიანოს ფეხი რომ მე ვერ გავიგო, შანსი არ აქვს. სხვათა შორის მე მეორე კლასში ვიყავი თუ რაღაცა როგორ დავიწყე ბანაობა ჩემით. აი ესე მე რო შევაგდებ ხოლმე, შევაგდებდა ხოლმე დედააბადოში. მახსოვს რომ როგორც კი უნდა ბანაობა დაეწყო. ზაფხულში კი იმაშვება, მაგრამ თმაგ დიდი და მიხმარება სჭირდება. მე არ მქონდა ხოლმე ძელი. ყოველთვის ესე მქონდა მოჭრილი. ოდრამ მიზდებოდათ რომ მაჭრიდნენ. ვინ გეკითხებოდა გინდოდა არ გინდოდა. ზოგი თვითონ მაჭრიდა, ზოგი ვინც გამოვიდა რასაც უნდა და იმან მომაჭრიდა და ხანაკა მქონდა მოჭრილი და ხანაკა. ხო და ესე ვიყავი წასული რაღაცა დაუწახეს მეზობლებმა დედაჩემს სიმწუთას შეგდებული აბანოში. რაღაცა საქმეზე და ცოტა ხანი ველოდე გავერთე იქ წყალში. სანამ შემოვიდა, რო შემოვიდა უკვე დედა ვიმშრალებდი და შეგძლებიო, ხო და სულ კარგად მზადდებოდეო. იმის მერე მე იმის მერე მიმატო. აბანოში მიმატო. ერთის იმას მართლობდა. ფეხი არ გაგიცურდა სპეცი არ მივარდე და ამ სიტყვას რო ვეუბნები ამათ სულ დედაჩემი მახსენდება. რო აბანავ ნინო ფეხი არ გაგიცურდა სპეცი არ მივარდე. გონია რომ დედაჩემი მეუბნება მაგას. და გახსოვს აგენში და როჩმო. ხო. იესო. იონეთ ჩამოვარდა რაღაცა იქიდან, არ ჩამოვარდა, ესე ეკიდებოდა, ჩამოხტა და ტრუბა შეხვდა აქ. ნუ აი ესე კანი არ დაუზიანდა, დაულურჯდა ძალიან. მაგრამ მახსოვს მაგ დროს რაღაცას ვკერავ ხელით რა და ლაშა მოიყვანა ეს ბავშვი ტირის, იკაკובה და აი ეს აქვს თუ ლურჯი და იასამნისფერი და რაღაცა ყველაფერი აქვს რა, აი რო დახტა, აი იქიდან აქამდე. ვაიმეო, მე ვკერავ. ხო და ვაიმეო, აბა დააწვინა, აბა ფეხი აწილა ზოგადად უყარს ყურადღება იმ ხრივ, რომ აი თუ აქტივდება მუცელი, რატო აქტივდება, აბა აწიე ხელი, ფეხი, რავით, კისერი ხო არ გიჭერს, მოკლედ თავი და ბოლომდე გამოიძიებს ხოლმე და ნუ ჯერ პროცედურას უტარებ და აწეინა რაღაცა ესა ტირის რაღაცა მე ვკერავ, მე რეაქცია ნული. კერავ მივხედე, არა ვიცი რაც არის რა, რაღაცა ვაიმე ჩქარავ წავედითო მე მგონი ღვიძლიო თუ ნახველაო თუ რაღაცა სულ გაუშავდა შიგნიდან რომ რაღაცა დაუზიადა. მე ვკერავ მაინც ასე რა. მახსოვს ნანიც იქ იყო და იჯდა მიყურებდა რეაქცია ნუ. ანუ ველოდები ჯერ ის ექიმი გამოვიდეს იქიდან რომ მე ახლა მე მივიდე. ავწიე ესა ტირის მე ვთხარი ხა შეიხმარგა ეგ რო ვიტყვი ჩუმდებოდი. რა გაკივლებს მე ვთხარი რაღა დროს ტირილის არის? ნუ პროსეკავი. ისა ქონდა კანი რო ქონდა აცეცქნილები ხო იცი ესე ქონდა დარუჯებული და გაშავებული კი ქონდა მაგრამ ეს უზნაძე ხო ყოველთვის ამ ქონდა უზნაძე წაუხდეს ყოვლის მკურნალი წამალი და მე ვთხარი აი გეიწევ შენი ხმარგავი კომენტი ლაშემ წავიყვანოთ ჩქარა მე მგონი ღვიძლი არა ისაბეთ მე ვთხარი აფერი არ აღჭირს დაულურჯი და კანი აქ მეჩაქცე დავჯექი და გავაგრძელე კერვა ის ჩუმად არ უნდა იტიროს მაგრამ ვერ ატირეს იო ცივი ადევთან თან მასი უსვია და ტილს რა აზრია ხა ხო და გავაგრძელე კერვა და ლაშაბი არ მიყვავო არა გაულის ანუ ძალიან ისეთი ემოციურია ლაშა რა რაღაცა ამათ რო სიცხეები ქონდა პატარები რო იყვნენ ხოლმე და რაღაცა რომ მეშინოდა ხოლმე რომ მაინც რო არიცი პატარა ხა ხო იცი რაღაცას მიცემ რაღაცას პატარა რთვეებისა და რო გინდა რომ შეგეშინდეს და რო ვიცი რომ იმას ჩემზე მეტად ეშინია სასწრაფო სასწრაფო რაღაცა არა არ უნდა თან ვფიქრობ აი მე ესე რო ვიღებ პასუხისმგებლობას ხა არ გაურთულდეს რაღაცა მაგრამ მეც რო შემშინებოდა ნინო ტელეფონი ქანაობს მაგიდან ის უთრად პანიკაში ჩავარდებოდა და ერთხელ ნანი აღანიშნა სხვათა შორის ჩემო დედამთილმა რომ კიდე კაიო რომ ასე
ანუ ესეთ მომენტში პანიკაში არ ვარდები და უფრო მეტად უარეს არ ავშვები. კაიაო ეკაო. ეს ძალიან ემოციური. ძალიან. იმიტომ რომ იცი აი ესეთი სიტუაცია რომ აქვს რომ თუ პიკზე არ ახარ, თუ რაღაც არ ახარ, არც იქებს გამოიძახებ, არც აი ძალიან უნდა გადადებული უკვე რა და თუ მე ვიტყოდი რომ მოდი დაურეკოთ, ესე იგი ძალიან უკანასკნელი მომენტები იყო და რაღაცა პიკი იყო უკვე. ხო და ამისი მე შემოვახოთ. იმიტომ იყო მერთხელ რომ თირკმელები ამტკივდა პირველად ვარ ვიცოდი რა იყო. მერთხელ რა საშინელება. არანაირი პოზა არ არსებობდა რომ ის გაგრჩერებოდა არაფერი. აი ასე ეჭირე აქ წელში და ხლეჩავდა რაღაც. აი მართლა ეგ შეგრძნება იყო და მე რო ვუთხარი სასწრაფო გამოიძახებდი კი უკვე მიხვდა რომ ეს იყო ისა მომენტი, როდესაც მოთმენა აღარ შეიძლებოდა. ახლა უკვე მიჩვენე. მაშინ მართლა მეგონა რომ რაღაცას ამომაცლიდნენ, ანუ არ ვიცოდი რა იყო ეს. ფარტის კემპკიო. ესეც, აი საშინელება. აი ასე. ეხა ვალაგებ ლოგინებს და დავიწყებ ხატვას. შეიძლება შეჭა. მოხარშული კარტოფილია ცოტა და სუპი. თუ გინდა, მე კარტოფილი ხარ დავაწითლო. შევწვა რა? კი. დაწითლო რა, გადავღებო შვილო წითლად. აი მე. აუ შეწვა მაგას დავიღებ. აჰა, გამოჩნდა თუ არა საქმე? აურა კაი ესე ვიდეოს გადაღებ. რუარ დარბიხარ. თემუს ამანაც ველოდები და რატო არ მოდის ნეტა? გამოიწერე რამე? რატო არ მითხარ? ეგეც დღეს არ მითქვა რატო მომცა. ნუ არაფერი ისეთი. ბარბარეს რაღაცა პლაკატი უნდა და უსასმენები ჩემთვის და იონესთვის. და რაღაც ბენდენა. ჩემთვის და იონესთვის. ჩემთვის მე კეთახონს ხოთში სადრე რა ესე თმები რო არ ჩამოვწვი რაღაცა კარგი იყო ნუ აღარ გინდოდა აი ეს ჩემსაში მივეცი 4 ლარი და იონესში 6 წელში მივეცი 3 ლარი ხო და ძალიან მგონია რომ იონესთვის რომლებიც გამოვიწერი ანუ ცეკვისთვის უნდა ან შავი ან მწვანე ან ორივეს მივცემ რა აიღებს მგონია რომ ამ ხელები უნდა ჩამოვიდეს ნუ ჩემი იქნება სავარაუდოდ კაი ზომა, მაგრამ 6 ცალი რო 3 ლარი მივეცი ამ ბენდენაში. მგონია რომ რაღაცა ცხիր სახოთზე პატარა უნდა იყოს და უნდა ვიცინო. იონეს თავზე ინაჩოდა. გადავაბავ ნაკვანძებით ერთმანეთზე და იმას გავუკეთებ 6 წელს. აჰა. ნახეთ ვლოგი კატის გარეშე თურმე შეიძლებოდა რა. აი, დაწერეთ ახლა. იმიტომ რომ გუშინ ერთმა ვაიმე ორა კატა ორა მოსაბეძრებელიაო და შორენას მიწერე ჟოლე პაპაშეს ადგილია კიდე არა ადგილი არა პაპაშენ ბახوار რაღაცა მოგწერე შორე არ მაქვს აქ კატებს არ უშვებ ნუ მე გადმოვლენ თვითონ მაგრამ მე არ უშვებ ჯერ პატარები არიან არ უშვებ რა თუ გადმოვლე კი უკა კი არ მივყავ მაგრამ ისა ჯერ ეგერთი რო ძაღლი აქვს ის ხო ვერ ავიღე მეორეც ისა რა უნდა ეხლა იმას ვფიქრობ, რომ ის ორი კატა მოვიდეს. აღარ მოვაშულო წელიწადზე მეტია უკვე ის აღარ მოდის და რაღაც მე ვფიქრობ, რომ იმას რაღაცა მოუვიდა. ანუ არ ესე არ წავიდო და არ დაგტოვებდა და ხედვის გარეშე. აი. რაც ეს კატები მყავ ეხლა რომ გამოზაფხულდა და გამოთქვა და რაღაცა. ის დიდი კატაც მოვა უცბად დილით შეჭამს რაღაცა წავა დღეს ნახე? კი, დღეს. მე საღამოს მოვა რაღაცა ანუ ძალიან ისე გაუცხოვდა სალით. ნუ მოდის რა თქმა უნდა შემოდის ფერებიც და ისიც, მაგრამ მოვა საწავად. ჩემს იქიცა და აგზა მაგას. მე ზამთარში მაინც ფეცთან უნდა იყოს. უბრალოდ ზამთარში იმდენად იმიტომ ხედავდი ესე ხშირად რომ მოციოდა ხოლმე შიგნით შემოდიოდა და მარტო მაგას უშვებ შიგნით. უნდათ არა.
რა უკუდა. უკუდა. ჯიმულამოძე. დიით რო გამოვედი, ერთმან ანუ ხოი ვერ ტყებოდა. ჯერ ტანსაჭირებდა. ხო, ეგ შუ. ჯიმულამოძე. ყურებაც ზარავს. წავედი ხალხ. მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით, აბაჰე და აბაჰო. დე, თვალებს არა გავსანიშნე. მე თვალებს არა გავა. თვალებს არა ფეხები. თვალებს. წავედით, ნინო ათექი. აი ხა იქ როგ ჩემი ქათმები გამოუშვებ, ჩვენურად გაწიწკნიან ბალახს. აი რომ მეუბნევია ხოლმე ვსაუთ რო ხო რატო არა გავა. სადავაბა. რო შეგავსებ ხო არა. ეს არ არის ჩვენი ადგილი. აღო. აი ადგილის პატრონებმა იყიდეს ამის უკან დიდი სახლია. და იმას აკეთებენ ახლა და სავარაუდოდ წელს ჩამოვლენ. ჩამოვლენ უკვე აქ ცხოვრობენ. ისე რომ აი ესე რომ ყავაზე გადმოვიდი, აქაც ვეხარ. ან განა რაღაცა არ იქნება გადახვალ მეზობლად. ანუ ესე მეჩებით გადმოვიდე ფიზიკურად, ახლა მე ესე იმეს ეზოში შეხვიდე არ. ხოდი ჩემთან არ არის ჯერ ბალახი ამოსული. სვერტი მეწვე ზოა, მაგრამ იქაც არ არის. წავედი. აბაჰე და აბაჰო, კაი დღეს გისურვებთ ხალხნებო. მედნიერ დღეს. აი რატომ აგონია ეს სახლიც მაგათი იყო. ეს სახლიც მაგათი. ეს იყო ამათი. ეს სახლი იყო ამათი. ეს პატარა სახლი იყო ამათი. და ამის უკან არის ორსართულიანი, რომელიც იყიდეს, რადგან ამაში აღარ იცხოვრება. ეს სახლზე მქონდა სანამ ჩვენ გავცალკევდებოდით, მე ამ სახლზე დავურეკე და ვუთხარი, რომ თუ გაყიდდნენ, ვიყიდით, რომ ჩვენ გადმოვსულიყავით. ან იმდენად პატარა და საყვარელი სახლი ერთი ოჯახისთვის ძალიან ეს ზოთახე და კარგია და რაღაც. მაგრამ იმ პერიოდში არ აპირებდნენ გაყიდვას, მე კი გამოთქვეს თვითონ სურვილი, მაგრამ ჩვენ უკვე ესე განცალკევებულები ვიყავით და იმ მომენტისთვის რაღაც შესაძლებლობა იყო რაღაცა ყიდა და ან ვინმე ეყიდა რაღაც თითქოს სურვილი. მაგრამ ეხლა რო უყურებ, ანუ იმდენად დაზიანებულია კედლები, რომ წესით აქ ვერავინ ვეღარ იცხოვრობს, ეს უნდა დაანგრიო. თუმცა იმ ტიპის სახლს მიეკუთვნება, რომელიც ჩემთვის, ანუ ეტაჟი და რაღაც რაც რო არ აქვს, ერთიანი ძალიან საყვარელი სახლი. სათავსოც აქვს და რაღაცა ეგ. ყველაფერი არის აბსოლუტურად. ნუ უბრალოდ არის სამი ოთახი, ნახეთ. აი ეს ერთი, აი ეს ოთხკუთხედი, სადაც ხო. რაღაცა კუხნა, ზალა და საძინებელი. ეს პატარა ხო. თან ახეთ ადგილი ცხუა, თან სათავსოებიც არის იქით რაღაცა ბანკები, რაღაცა. უბრალოდ ამას იმდენი უნდა თანხარო. რა უკუდა. ნინოს წაიღრა გადაიტანე. ავიწევ ხა ხელებს. მიუხედავთ იმისა, რომ მეშინია რაღაცა კანის რაღაცისა. მაინც ვთქვი ხოლმე, რომ ცოტათი მოვეფერო ისეთ ადგილებზე, სადაც არ აქვს დაზიანება. ასე რომ დაგემშვიდობებით ახლა.